გამარჯობა უყურებთ ახალ ამბებს 13 საათზე მე ლევან წუწუნავა ვარ. პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ახობაძეს ბრალდება წარუდგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ უწყების უფროსის ყოფილი მოადგილე მეწარმეს, რომელსაც 2024 წლის 29 მარტს ლარსის საბაჟო გამშვებპუნქტზე საბაჟო კონტროლის გვერდისავლით მალულად შემოჰქონდა არადეკლარირებული ფულადი თანხა 40 მილიონი რუსული რუბლი შუამავლების მეშვეობით თანხის დაბრუნებას და სანაცვლოდ ქრთამის სახით 9 მილიონი ლარი მოთხოვა, თუმცა საბოლოოდ 250,000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ. დანაშაული 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეს ინფორმაცია რაც გავრცელებული იქა მედია საშუალებით, ამ ინფორმაციას ჩემი დაცვის პრესპონტი არ ეთანხმება. უდანაშაულოდ მიიჩნევს თავს? რატომ 2024 წლის 29 მარტს მეწარმის წარმომადგენელს ლარსის საბაჟო გამშვებპუნქტზე საბაჟო კონტროლის გვერდისავლით მალულად შემოჰქონდა არადეკლარირებული ფულადი თანხა 40 მილიონი რუსული რუბლი, ეროვნული ბანკის კურსით 1,164,000 ლარი, რომელიც საბაჟო შემოწმების შემდგომ საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ჩამოერთვა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ მეწარმეს შუამავლების მეშვეობით დახმარება აღუთქვა თანხის დაბრუნებაში, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500,000 ლარი მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ 250,000 ლარზე შეთანხმდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის ჩართულობით და მისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ 2024 წლის 29 აპრილს მეწარმის საჩივარი დაკმაყოფილდა. აღნიშნულის შემდეგ 2024 წლის მაისში შუამავლების მეშვეობით მეწარმემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ქრთამის სახით გადასცა წინასწარ შეპირებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით 250,000 ლარი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს. გეკა გელაძემ ხაზი გაუსვა არსებული მტკიცე თანამშრომლობის მნიშვნელობას და პარტნიორობის უფრო მეტად გაღრმავების მზაობა გამოთქვა. აზერბაიჯანის ელჩმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს თანამდებობაზე დანიშნა, მიულოცა და წარმატება უსურვა. 23 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვიმონ კანანელის ხსენების დღეს აღნიშნავს. კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით ამ დღეს აღინიშნება აფხაზეთობაც. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ყველას, ვისთვისაც აფხაზეთი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია დღევანდელ დღეს ულოცავს. ეს დღე თითოეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებული ემოციებით უთბილესი ულამაზესი მოგონებებით არის გაჯერებული. ამავდროულად მწუხარე ფიქრის და ღრმა სევდის, მაგრამ ასევე მტკიცე იმედის გამომხატველიცაა, წერს თეახვ სოციალურ ქსელში. სრულიად საქართველოს ყველას, ვისთვისაც აფხაზეთი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია, ვულოცავ აფხაზეთობას. 23 მაისი განსაკუთრებული თარიღია, წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღე, რომელმაც ქრისტიანობა საქართველოში აფხაზეთის მიწაზე იქადაგა. სწორედ ამიტომ ამ დღეს განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა აქვს. იგი წარმოაჩენს ქართველებსა და აფხაზებს შორის ერთიან ქრისტიანულ ფასეულობებსა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრების ისტორიას, იმ კულტურულ და ადამიანურ კავშირებს, რომელთაც ვერც დრო და ვერც ხელოვნურად აღმართული ბარიერები გააქრობს. ეს დღე თითოეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებული ემოციებით, უთბილესი, ულამაზესი მოგონებებით არის გაჯერებული, ამავდროულად მწუხარე ფიქრის და ღრმა სევდის, მაგრამ ასევე მტკიცე იმედის გამომხატველიცაა. აფხაზეთობის აღნიშვნა მისი უწმინდესობის ილია მეორის ინიციატივით დამკვიდრდა და იქცა მისი ურყევი რწმენის გამოხატულებად, რომ მშვიდობის, სიყვარულისა და შერიგების გზით აუცილებლად აღდგება ჩვენი ხალხის ნდობა და ერთობა. ეს რწმენა დღეს კიდევ უფრო გვაცდიერებს და გვრჩება პასუხისმგებლობად, რომ ამ მიზნის მიღწევის გზა იმავე სულისკვეთებით, სიბრძნითა და ღირსებით გავიაროთ.
ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ნდობის და მშვიდობის მშენებლობა, შერიგება და განვითარება არის ძლიერ ქართულ სახელმწიფოში ჩვენი ერთობლივი კეთილდღეობის და უკეთესი მომავლის მიღწევის უალტერნატივო გზა, რასაც ემსახურება საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივები და შერიგების სახელმწიფო პოლიტიკა. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ დადგება დღე, როდესაც 23 მაისს არა მონატრების განცდით, არამედ ერთად ყოფნის სიხარულით შევხვდებით. აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით აფხაზეთობის კვირეულის ფარგლებში ბაზარი ორბელიანზე აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა გაყიდვა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ადგილობრივი წარმოების პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთები. მოეწყო სხვადასხვა კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიება, გაიმართა ბავშვთა ანსამბლ შავნაბადას კონცერტი, სადაც ქართულ-აფხაზური ფოლკლორული სიმღერები შესრულდა. ვფიქრობ, რომ ესეთი ღონისძიებები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ მნიშვნელობას, რომ ჩვენთვის აფხაზეთი მუდმივი საფიქრალია და ამ კვირეულის ფარგლებში უკვე თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენ წარმოვაჩინეთ მაქსიმალურად ის დამოკიდებულება, ის სითბო და სიყვარული, რაც ჩვენი სახლის, ჩვენი აფხაზეთის მიმართ გაგვაჩნია. თბილისის საკრებულო უკვე არაერთი წელია თანამშრომლობს აფხაზეთის სავაჭრო სამრეწველო პალატასთან, ჩვენი ურთიერთობა და თანამშრომლობა გრძელდება. მსგავსი ტიპის აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია მეწარმეების საქმიანობის პოპულარიზებისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი. დიდი მადლობა აფხაზეთის მთავრობას, რომ მოგცა დღეს შესაძლებლობა, რომ მივიღოთ მონაწილეობა და წარმოვადგინოთ ჩვენი პროდუქცია. მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს დევნილ მეწარმეებს, რომ უფრო პოპულარული გახადონ მათი ბრენდები. შინაგან საქმეთა მინისტრმა მოადგილესთან ერთად საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112-ის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი ნიკოლოზ ბაჭულაშვილი წარუდგინა. სულხან თამაზაშვილმა 112-ის ახალ დირექტორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ-მკვლელობის ბრალდებით ცხელკვალზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული ფიზიკური დაპირისპირებისას ცივი იარაღის გამოყენებით მამაკაც გულმკერდის არეში სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელკვალზე ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლები პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში მდებარე ერთ-ერთი ქსელური მარკეტის ფილიალში შეიჭრა. ცივი იარაღის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოლარე ოპერატორს. ძალის გამოყენებით სალაროში არსებულ თანხას უკანონოდ დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა ნივთმტკიცება დამოიღეს. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული დიდი ოდენობით თანხა. დანაშაული 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩადენილი ქურდობისთვის ძებნილი წარსულში ამავე დანაშაულისთვის ნასამართლები პირი ბათუმში დააკავეს. ის სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა. დაკავებულს თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2 პირი დააკავეს. ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცების სახით ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, გამომშრალი მარიხუანა და ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. დანაშაული 20 წლამდიან უბადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დანიაში საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მეტრეველმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, სასტიკი დარბევის მიუხედავად კოპენჰაგენის პოლიციის არც ერთი თანამშრომელი არ დასჯილა, რაც ნათლად მეტყველებს ევროკავშირის სამართლიანობის სტანდარტზე. მეტრეველმა საქართველოს მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყანას არაფერი ესაქმება ის ერთგაერთიანებაში, რომელიც დემოკრატიული პრინციპებს დღითიდღე შორდება.
ჩვენ ყველა ვიხილეთ ის დამსხმელი კადრები, რაც მოხდა დანიაში, კოპენჰაგენში, სადაც აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები ხელკეტებით და ძაღლებით დაარბიეს. ეს არის საზომი, რომლითაც მოქმედებს ევროკავშირის პოლიცია. და ცხადია, რა თქმა უნდა, ამ ფაქტის გამო არავინ არც ერთი სამართალდამცავი იქ არ დარჩილა. ზოგადად მე მინდა უფრო ცოტა გლობალურად ვისაუბრო ამ საკითხზე. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ დღეს ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არ არის და არც არასდროს ყოფილა. ჩვენ ვიცით, რომ წლების განმავლობაში რაღაც პრივილეგირებული კასტა იყო შექმნილი დასავლეთის მიერ დაფინანსებული აგენტურა, რომელიც თავს გვახობდა გარკვეულ იდეოლოგიას და ეწეოდა პროპაგანდას ევროპის სიკეთეების შესახებ. თუმცა რეალობა დღეს არის აბსოლუტურად სხვა. ევროკავშირი არის უმძიმეს კრიზისში და მათ შორის რა თქმა უნდა დემოკრატიული უკუსლა არის. მე პირადად მიმაჩნია, რომ საერთოდ შესაძლოა დღეს საზოგადოების უმრავლესობას საერთოდ აღარ უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას. ყოველ შემთხვევაში საუბარი იმაზე, რომ რაღაც 80% დღეს სულს ევროკავშირში გაწევრიანება, ეს არის აბსოლუტური ტყუილი. ფოთის მერმა ბექა ბაჭარაძემ ახალგაზრდულ ჰაბში გაეროს სისტემისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სამი ქვეყნის ელჩს უმასპინძლა. გაიმართა შეხვედრები ფოთელ ახალგაზრდებთან, სადაც მდგრადი განვითარების მიზნებსა და მათი განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. განიხილეს მუნიციპალიტეტის მიღწევები მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზების მიმართულებით, ასევე სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები. ახალგაზრდებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა ფოთის მერმა საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. ჩვენთვის ახალგაზრდების ჩართულობა არ არის მხოლოდ პრიორიტეტი, ეს არის აუცილებელი წინაპირობა ჩვენი ქალაქის მდგრადი განვითარებისთვის და თანამედროვე ქალაქის შექმნის პროცესში. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა საერთაშორისო პარტნიორებს ინტერესისთვის, ჩართულობისთვის და თანამშრომლობისთვის. შეხვედრის მთავარი დისკუსია იყო ახალგაზრდების როლი საერთაშორისო ურთიერთობაში, დიპლომატიაში, მათი ინიციატივები და შესაძლებლობები. ზოგადად ფოთში ასეთი ღონისძიებები და შეხვედრები ხშირად ტარდება, რაც იმას მიუთითებს, რომ მერის მთავარი პრიორიტეტი ზუსტად არის ახალგაზრდების ხმა უფრო ხმამაღლად გაჟღერდეს. ჩვენ საკმაოდ ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ ფოთის მუნიციპალიტეტთან ისეთ სფეროებში, როგორიცაა მდგრადი განვითარების მიზნები, რათა მხარი დაუჭიროთ მუნიციპალიტეტს ადგილობრივი აქტივობების დაგეგმვაში, მდგრადობაში, ადგილობრივი სასურსათო პროგრამის განვითარებაში, განათლების მიღების და ტრენინგების მეშვეობით, ასევე ნარჩენების გადამუშავების მენეჯმენტში, გარემოს დაცვის საკითხებში და კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებულ გამოწვევებში. ჩვენ გვქონდა მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრა ქალაქის მერთან და შევაფასეთ აქამდე გაკეთებული საქმეები, დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. სურს აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტის მიღწევები მეტად ჩთამბეჭდავია. ჯანდაცვის მინისტრი ჟენევის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ბავშვთა ნეიროკუნთოვანი დაავადებების რეფერალურ ცენტრში იმყოფებოდა მიხეილ სარჯელაძე ცენტრის ხელმძღვანელს საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე ნეიროპედიატრს დოქტორ ჟოელ ფლუსს შეხვდა. აუდიენციის მთავარ თემას იშვიათი ნერვკუნთოვანი დაავადებების მართვის საკითხები წარმოადგენდა, მათ შორის საუბარი შეეხო დიუშენის კუნთოვან დისტროფიას. ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ შვეიცარიაში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე პაციენტების მართვის პროტოკოლი იმავე მედიკამენტებით მკურნალობას ითვალისწინებს, რაც ამჟამად საქართველოში არის დანერგილი. მიხეილ სარჯელაძის განცხადებით, სამინისტრო აქტიურად და დეტალურად სწავლობს მსოფლიო პრაქტიკას, რათა შეფასდეს ამ მიმართულებით არსებული რეალური სამედიცინო სურათი, უსაფრთხოების რისკები და გრძელვადიანი შედეგები. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს. აქტიურ ფაზაშია მოსწავლე ახალგაზრდობის პარკისა და ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარედ ბულვარის მოწყობა. პროექტირების ეტაპზეა ქუთაისის მრავალფუნქციური პარკიც. პროექტები მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და სამუშაოები გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობას, გამწვანების ზოლების გაშენებას, ტერიტორიის კეთილმოწყობას, მცირე არქიტექტურული ელემენტების განთავსებასა და განათების სისტემის განახლებას. 70 ჰექტარ ტერიტორიაზე ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა, რომელიც ეკოლოგიურად მდგრად და მრავალფუნქციურ სარეკრეაციო სივრცედ ჩამოყალიბდება. რეაბილიტაციის პარკლებში მთლიანად განახლდება და მოეწყობა საპარკე ინფრასტრუქტურა, საბავშვო სივრცეების და სპორტული მოედნები. გარდა ამ პროექტისა, ქუთაისში ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ვახორციელებთ
70 ჰექტარზე ახალი მულტიფუნქციური პარკის საპროექტო სამუშაოებს, რომელიც წელს დასრულდება და ვიმედოვნებთ წელსვე გამოაცხადებს სამშენებლო ტენდერს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციურ სივრცეში სკოლის მოსწავლეებისთვის პირველი საჯარო ლექცია ჩატარდა. ქუთაისის 51 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უნივერსიტეტის რექტორი და ქუთაისის მერი შეხვდნენ. ვახტანგ ცაგარელმა მოსწავლეებს უნივერსიტეტის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო. ქუთაისის მერმა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე ისაურა. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. გაიმართა პირველი საჯარო ლექცია თემაზე ახალგაზრდული პოლიტიკა, მიღწევები და გამოწვევები, რომელიც შეთავაზებული იყო ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ბატონი დავით ერემეიშვილის მიერ. დამცველი საზოგადოება დაკომპლექტებული იყო სკოლის მოსწავლეებისგან და სტუდენტებისგან. ჩვენი მედიატიკა, ჩვენი სივრცე ყოველთვის იქნება უმასპინძლოს მსგავსი კალიბრის და შინაარსის ღონისძიებებს. ჩვენ შევკვირდით ჩვენს ახალგაზრდებს, რომ ამ სივრცეში ყოველთვის გაიმართებოდა საინტერესო შეხვედრები. დღეს შევხვდით ჩვენი ქალაქის ახალგაზრდებს, გავაცანით, როგორც მერმა გავაცანით ქუთაისში მიმდინარე პროექტები, ვისაუბრეთ იმ ახალგაზრდულ პროექტებზე, რომლებზეც უკვე წლებია ქუთაისის მუნიციპალიტეტი მუშაობს და რაც დავგეგმეთ ამ ბოლო პერიოდში სიახლეები ჩვენი ახალგაზრდებისათვის. გაიმართა საინტერესო შეხვედრა ქუთაისის მერთან, სადაც მივიღეთ ინფორმაცია სხვადასხვა შესაძლებლობებზე და სტიპენდიებზე. ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანი ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული საქმიანობის საზოგადოებისთვის გაცნობა და გარემოს დაცვით პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა იყო. დაჯილდოვდნენ ფოტოკონკურსის საქართველოს ბიომრავალფეროვნება ჩემს ობიექტივში გამარჯვებულები. ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით აღინიშნება. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ერთობლივი მუშაობით მიღწეული იქნება ის ამოცანა, რაც მდგომარეობს საქართველოს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში და ლოზუნგი დღევანდელი დღის იყო ზუსტად ეს, რომ ლოკალური ბიომრავალფეროვნებიდან გლობალურ ბიომრავალფეროვნებისკენ. ამ დღისადმი მიძღვნილი ფოტოკონკურსი გამოვაცხადეთ ჩვენ სახელწოდებად ბიომრავალფეროვნება შენს ობიექტივში. საკმაოდ დიდი რეზონანსი და გამოხმეურება მოყვა აღნიშნულ ფოტოკონკურსს და მე ძალიან მოხარული ვარ და დაინტერესება საკმაოდ მაღალი იყო. და ჩვენ გვყავს გამოვლენილი 18 გამარჯვებული. მინდოდა ჩემი კუთხით ბიომრავალფეროვნება გამეცნო საზოგადოებისთვის და საშუალება მომცა ამ კონკურსმა, რომელშიც გავიმარჯვე და სამინისტროს რჩეული გახდა, ძალიან მიხარია. ხელვაჩაურში საყოველთაო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანია აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს. სერვისით უკვე 1000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. სამედიცინო აქციის ფარგლებში მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ უფასოდ ისარგებლონ მრავალპროფილური სამედიცინო კვლევებით. ძალიან მაღალი არის მომართვიანობა, 79 პირი არის ჩაწერილი უშუალოდ ძუძუს კიბოზე. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მალე ჩვენ საზოგადოებას მივაწვით შუალედურ ანგარიშს დაწყებული აქციების შესახებ და მოუწოდებ ყველას, რომ ისარგებლოს ამ შესაძლებლობით. ყველაფერი, როგორც მოგეხსენებათ, არის უფასო, ვინაიდან ფინანსდება სახელმწიფო პროგრამის მიერ. მოსახლეობის მიზნობრივ ჯგუფებში ვიდრე არა გვაქვს სიმპტომი და ადამიანი ჯანმრთელად გრძნობს თავს, ძალიან მნიშვნელოვანია სკრინინგის ჩატარება, ონკოლოგიური დაავადებების ადრეული გამოვლენის და დროული მართვის თვალსაზრისით. ჩვენ უკვე რამდენიმე აქცია გავმართეთ და პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს რეგიონში. საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამედროვე სტრატეგიებში ძირითადი ფოკუსირება უნდა იყოს სწორედ დაავადების დროულად დიაგნოსტირებისა და პრევენციის მექანიზმებზე და ნამდვილად დღევანდელი კამპანია აი ამას ნამდვილად უჭერს მხარს და მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ყველა ინსტიტუციები შევიკრიბეთ აქ, იმიტომ რომ ხარი დაუჭიროთ და ჩვენს მოსახლეობას გავაცნოთ იმ ძალიან მნიშვნელოვანი სკრინინგ პროგრამების შესახებ, რაც არის აუცილებელი. პროექტის მე რომ ჩემს სოფელს ან ქალაქს დავუბრუნდე, რა პროფესიას ავირჩევდი წარმატების მიღწევა მშობლიურ კუთხეშიც შესაძლებელია. ფარგლებში ღონისძიება გაიმართა. მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა თავიანთი ქალაქისა და სოფლების განვითარებასთან დაკავშირებით შექმნილი პოსტერები წარადგინეს და სტუმრებს საკუთარი ხედვები გაუზიარეს. ახალციხის რესურს ცენტრის ორგანიზებით ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა სკოლების თვითმმართველობების წარმომადგენლებთან, მათ წარმოგვიდგინეს როგორ ხედავენ თითოეულ სოფელს, მათ სკოლას, მათ ქალაქს სამომავლოდ.
ძალიან საინტერესოა მსგავსი სახის შეხვედრები და ბუნებრივია მსგავსი სახის აქტივობები მომავალშიც გვექნება. წარმოუდგენელი ჰქონდათ თითოეულ სკოლას პოსტერები, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათ, როდესაც დაბრუნდებიან თავიანთ სოფელში, თავიანთ ქალაქში განვითარება. იყო საინტერესო კითხვა-პასუხის რეჟიმში საუბარი, რის საფუძველზეც გამოიკვეთა მათი ხედვები. არის საკმაოდ საინტერესო, რომლის გათვალისწინებას რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იქნება, რათა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ჩვენი ქალაქები, ჩვენი სოფლები. ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე ამომწურავად გაგვს ეს პასუხები, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით და ეს შეხვედრა ჩვენთვის იყო ძალიან კარგი, საგანმანათლებლო, რადგან თითოეულმა მოსწავლემ დასვა ის შეკითხვა, რაც აინტერესებდა. თურქეთში ეთნოსპორტის მერვე საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს, რომელშიც 24 ქვეყნის 1000-ზე მეტი მონაწილე ასპარეზობს. საქართველოს ფესტივალზე 9 ცხენოსნით არის წარდგენილი. ქართველმა ცხენოსნებმა მაყურებლის წინაშე შეასრულეს ისეთი ტრადიციული ხალხური თამაშობები, როგორებიცაა ცხენბურთი და ყაბახი. ფესტივალის მიზანი ტრადიციული სპორტისა და თამაშების დაცვა, განვითარება და მომავალი თაობებისთვის გადაცემაა. მონაწილეობთ ეთნოსპორტის მსოფლიო ფესტივალზე. ჩვენი ცხენები 9 ცხენი ყავს ჩამოყვანილი საქართველოსდან, თავის მხედრებით, რა თქმა უნდა. წარმოუდგენელი გვაქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელი ცხენბურთი, ყაბახი, ისინდი და ამას გავაგრძელებთ კიდევ მომავალში და დაინტერესება გამოხატა მსოფლიოს ქვეყნებმა, მათში გაიღვიძა ამ ინტერესება, შეისწავლონ და დანერგონ თავიანთ ქვეყნებში. ბატონი ერდოღანის ინიციატივით და მხარდაჭერით ვაკეთებთ ჩვენ ამას ყველაფერს. უკვე მეოთხე წელია ეთნოსპორტის საერთაშორისო ფესტივალზე წარვადგენთ ჩვენ ნაციონალურ თამაშს, ცხენბურთს და ყაბახს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რათა მსოფლიომ გაიცნოს ჩვენი ტრადიციული ხალხური თამაშობები. ცაგერის მრავალ პროფილურ სპორტულ კომპლექსში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელების რამაზ ჩაჩხიანის, კობა ახვლედიანისა და თემურ მურღულიას სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ჩატარდა ასპარეზობაში. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 200-მდე მოზარდმა მიიღო მონაწილეობა. ტურნირში წარმატებითი ასპარეზა ცაგერის მუნიციპალიტეტის გუნდმა, რომელთა შორის არის 5 ჩემპიონი, 4 მეორე და 6 მესამე ადგილის პრიზიორი. ონიდან, ამბროლაურიდან და ცაგერიდან იღებენ მონაწილეობას ჩვენი რეგიონიდან გუნდები, რაც ძალიან სასიხარულოა. ასევე ყავს სხვადასხვა მონაწილეები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან. მე მინდა ამ ახალგაზრდებს ჯანსაღთაობას უსურვო ჯანსაღი ცხოვრების წესის ძალიან დიდი ხნით დაცვა და ბევრი წარმატება. მონაწილეობს 200 სპორტსმენი საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან. მათ შორის ცაგერის სასპორტო სკოლის კლუბი თაყვანი. მინდა წარმატებები უსურვო თითოეულ სპორტსმენს და ცაგერის მუნიციპალიტეტი მომავალშიც მხარს დაუჭერს სპორტული ღონისძიებების ჩატარებას. დღეს სტარტი აიღო დამსახურებული მწვრთნელების შეჯიბრება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ახალგაზრდა თაობისთვის. მადლობას ვუხდი ცაგერის მუნიციპალიტეტს, მადლობას ვუხდი ყველა თითოეულ ორგანიზატორს დღევანდელი დღისთვის. ასეთი იყო ახალი ამბები, ერთმანეთს 16 საათზე შევხვდებით.